ერთი ნაკვეთი კიდევ იმხებთან არის სამხანაგო არჩილ ნახეთ. ხედავ ამხანაგო ლევან. ხედავ მე თავს ვაკლავთ ამ დასაქცევ ბუჩქნარს. ხალხს კარგად უმუშავნია. თუ ასე ვიმარჯვეთ, 2-3 წელიწადში ჩვენი რაიონი მოწინავე გახდება. 2-3 წელიწადში? რაც ბრძანებთ ამხანაგო არჩილ, ამდენი რატომ უნდა ვუცადო? ლოდინი არც მე მიყვარს ჩემო ლევან, მაგრამ აბარას გვირჩევ. რამდენიმე ნაკვეთი კიდევ გავკაფოთ და მოხნათ. გეგმაზე მეტი? დიახ, გეგმაზე მეტი. მოვერევით? ვაი თუ ვერ შევძლოთ და თავი მოგვეჭრას. მთელი სიცოცხლე დიდ საქმეზე ვოცნებობდი. მენდეთ ამხანაგო მდივანო. მე ჩემს სიტყვას შევასრულებ. კარგი. ზდაბედის მონახევრია. ვისაც ბეღელში ბევრი პური და სიმინდი უყრია. დიდარიც ის არის. მხოლოდ გახსოვდეს, სიტყვის გატეხას თავის გატეხა ჟობია. წავიდა ჩვენი ცხვარი იალაღებზე. ცხვარი კი არა, პირდაპირ სასწაულია. ჩვენ ერთი გამოჩენილი მწყემსი გვყავს, გიორგი ჩოხელი. ეს მისი ცხვარია. მოსვლა ვერ მოასწარი და უკვე მიდიხარ შვილო. მთელი ზაფხული ისევ მარტო უნდა დავრჩე. შენ მარტოობას მიჩეული ხარ, დედი. მამა ჩემო 40 წელიწადით ცხვარში გაადარა. მეგონა შვილი მაინც შემიცოდებდა. ცოლი უნდა მოგეყვანა ბიჭო. მართლა გაბედული ქალი ყოფხარ დედა ჩემო, რომ წყემს გახევით ცოლად. მე ახლა ცოლად ვინ გამომყვება? წელიწადით 11 სახში არ აყვა. რომელიც გინდა ის გამოგყვება. შენ ერთი თითი დაუქნიე? რომელიც მინდა? შენიცი როგორ ჭკუით იქნები, დედო? პატარა ხომ არა ვარ, ბებია? ბებია, შემოგევლო შენაშვილო. შენი ჭირი მე შენ. დაბრუნდი ახლა შენ. ცოტაზე კი. გადაცი. ხა გაუმართვი. ჩემი ნუ გადარდები. მამუკას გაუვარდეს ერთი ხარ. იცოცხლე, დამის მადლის შეგეციო. აგი ვარ შაკრო. მადლობ. მიირთი და იცოცხლე შვილო. მიირთი. შენი დაპირებული 1000 ჰექტარი მიწა. უცხელის გულზე ხომ არ დავითესავთ? მე მეგონა ბუჩქნარს მერც გავკაფა. ეგონა. სანამ ჩვენამ ჯაგნარს მოერევით, ჩვენ აქედან გავყვრიან. მერე და ეს ამ წელიწადს არ მოესწრება ჩემო ძმაო. სხვა მიწა კოლმეურნეობას არ აქვს. სიმონ, მაშეს მიწა არ არის. ეს ჩვენი გარდამავალი საძოვრებია. ამათი მოხსნა არ შეიძლება. ნახონდის, დავიძაბარე. ზამშვიდობისა. ყური დამიგდე. ჩვენ ახლა რაიონი უნდა დავიხსნათ გაჭირვებიდან. სწორედ აი ეს გარდამავალი საძოვრები უნდა გადავხსნათ. მერე ცხვარი? ცხვარი? მაგაზე ჩვენ გვაფიქრეთ, ჩემო სიმონ. საკითხი შეთანხმებულია, მაგ საქმეს წყალი არ გაუვა. თუ შეთანხმებულია, რას ვიზამ? მაგრამ მე მაინც მეშინია ამხანაგო ლევან. ცხვარი მშიერი არ დაგვრჩეს. ვთქვათ? არავით არის ვთქვათ. გზაზე საკვებს დავამზადებ, თივას მივიტან, სილოსი გვექნება, მეტი რაღა გინდა ძმაო? ვერა, ვერ გავბედავ ამხანაგო ლევან. უფროსები თქვენ ახართ, რაიმე საბუთი მაინც. შენიშთანა ბიუროკრატი ჯერ არ შემხვედრია. რა ვქნა მეშინია ამხანაგო ლევან. მერე რომ გამარჯვებულებს არას ამართლებენ. პირიქით აჯილდოებენ. ვიხდი? მივხვდი ამხანაგო ლევან. იცოცხლე ზიალადო. გამარჯვო გიორგი. შენეს
სტურათი. ხონებას მოვლა უნდა ჩემო მაქსიმე. ჭკუაზე შეიშალე ჩვენი ბიჭები. 4 ჯერ მომტაცეს ეს გოგო, 4 ჯერ. გამაკოტრეს კაცი. Prinda merkhali atmevita qavdne shenche moshaqava sadahara kamde აქეთკენ სადღაც ხოხობი გადმომიფრინდა. შენმა ხოხობმა. აგერ იმ ხეებს გადაუარა. უგალი ხარ მაპომილი. მეძებრად ეს უფრო გამოგადგება. ეგზაღლი ეზო შტაიბი ნინო. არავინ მოგიტაცს. მომტაცებელი ვარ გოდა შემოგიორგი, თორემ იმას ზაღლი ვერ შეაშინებ. როგორ გამოსვლ ხარ ამ ერთ წელიწადში? დამშვენებულ ხარ. ახლა შემოდგომამდე ისევ დაიკარგები ბიჭო. ასეთი ამწყემს ის ცხოვრება. მე კი მეგონა სწავლას გააგრძელებდი. ახლა სოფელს ვერ მივატოებ. ახალი ჯიშის სხვარი ჩამამპარეს გამოსაცდელად. რა ვქნა? ისევ დაუსწრებელზე უნდა შევიდე. რა უბედური იქნება შენი ცოლი. წელიწადში 11 თვეს მარტო რა გააძლებინებს? დედაჩემსაც ეგუთხარი ამ დილას. მართალი გითქვამს. რა გაეწყობა? ნახვამდის ნინო. მოიცა გიორგი. წყარომდე გაგაცილებ. დავიდეთ გორისა. იცი ამ ზაფხულს არც მე ვიქნები სოფელში. თბილისში მივდივარ. რატომ? სემინარი გვაქვს. ერთხელ ჩვენს გვესტურე მთაში. ქალაქელი ხალი ხარ. თისაერიც არიან მოგიხდება. დაისვენებ, ფერი მოგეცემა. ჩემს ხვარცაც გაჩვენა. ცხრით გინდა გამაკვირო. გააკვირვებ ნინო. რომ შეხედოთ ხვარი კი არა, ოქროს ვერც გეგონება. იცი რა მატყლი აქვს? ერთი ჩემი ხვარი შენის და ლამაზ გოგოს 12 კაბას ჩააცვენს. ვითომ ლამაზი ვარ? თვინიერი ცხენი ყოლია. თვინიერი კი არა? ახლოს არავის იკარებს. შენ ალბათ დიასახლისად თუ მოეწონე. რა მოხდა? მოიცა? დავით. ლიდან წლამდე ჩვენ თქვარი ამ გარდამავალ საძოვრებზე დადის. გზაზე ბალახს ვერ მოვაკლებთ. ცხვრის გარდა სხვა რამეც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მეგობარო. კი, მაგრამ ჩვენ სადნა ვაძოვოთ სხვარი. გადარეკვისტროთ. რომელ საძოვარს? მოვნახავთ. შენ რაღაც უცდი. ზადი. ადგილიდან არ დაიძრა. თქვენ ვინ ახალ? უფროსი მწყემსი. აქ ჩვენი საძოვრებია, თქვენ მიბრძანდებით. მე? მოეცალეთ. ზარიეცით. ვინ ახართ ამ ხანაგო რომ თქვენს თავს ამდენ უფლებას აძლევთ? მე თქვენ ანგარიშს არ გაბარებთ. სახელმწიფო დავალებას ვასრულებ. სახელმწიფო დავალებას? საძოვრების გადახვნა? არ შეიძლება ასეთი დავალება იყოს. შენ რას გაჩვენებულ ხარ თავმჯდომარე? ამ ხანაგმა ლევანმა ჩვენზე კარგად იცის, რომელი მინდორი გადავხნათ და რომელი არა. რაიკომის მდივანს შევატყობინე. ეს საკითხი რაიკომში შეთანხმებულია. შენ საქმეს მიხედი ამ ხანაგო ბრიგადირო. აბა მიდი. ჩამოდი. შენც როგორ შეშინდი, გიორგი? შევშინდი? ვინ არის? არის ნო? ჩემი ახალი უფროსია.
ლევან გელაშვილი. აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე დანიშნეს. კაცი ვარო, მაგან უნდა სპას. მოგეწონა? ბევრი სწოდნა მალე დაგაბერებს შემოშაკ. ვაიტა. რას მალა? მომეცი. ოქანაკოლევან. გიმარჯოთ. ვინ არ მეგონა დასწრებას შეშმაკო. მინის მამიგზალა ოქანაკოლევან. მანქანას დაამტრევო. ახლა დილას საღამოდით ხირცეს მაქსმეს. ხისტრზე რა თქმა ამკამეთ. შესახედავად არის ასეთი თორემ საშინელი გულის ფრიალი აქვს. გულის ფრიალი კი ექნება რა თქმა უნდა. როდის არის თქვენი ქორწილი? არ იქნა და ეს სახლი ვერ მოათეო ოქანაკოლევან. თელს რაიონში ერთი ღერი პიცარი ვერსად ვიშოვნე. პიცარი ვერ ვიშოვეო? დიახ. არაფერია, მე მომაგონე. წავიდეთ. შაკრო. მართლა ვინ იყო ის ქალი? როგორ თუ ვინ? ივლიტაა ჩემი საცოლე. არა. შენი საცოლე კი არა, აი ნინო მასწავლებელი? ლამაზი ქალია რა. აგერ მისი სკოლაც. რა მოგდის ბიჭო? რამდენ გოგოს დაინახავ, ყველგან უნდა გაუჩერო მანქანა. ახლაა პეტროვიჩი. ჩქარა. რა მოხდა? რა გაცინებთ ბავშვებო? არ მეტყვით? მითხარი? შეცდომა პატივცემულო მასწავლებელო. ხედავ, ახაც ხნა. მერე და ჩვენ გაჩმებულები უნდა ვიყოთ გიორგი. სხვა გზა არ არის. თავრობას უნდა მივწერთ. მივწერთ მამუკა, მივწერთ. ეი, ბატურა! აბა შენიც სიმონ. ამ კვირაში თესვა უნდა დაამთავროთ. დავამთავრებთ ამხანაგოლევან. ხოლოდ აი ეს წვიმები გვიშლის ხელს. არაფერია. შენი იმედი მაქვს. აქ რა არის? ჩვენი სტანადამკვრელები მთელ რაიონში ავისაყავს. ჩვენმა მასწავლებელმა ნინომ ჩამოაყალიბა ეს გუნდი. ოჩახკალო? შევიდეთ, მოусმინო. არა, ხელს შეუშლე. წავიდეთ. ო, იცი რა სიმონ? რა იქნება რომ თქვენი გუნდი მთაში გავგზავნოთ წყემსებთან? მეც იქ მივდივარ, სიგელები და საჩუქრები მიმაქვს. წამოვიდნენ ხალხს გაართობენ. მე მგონია კარგი იქნება. შვენიერი აზრია მხანაგოლევან.
ხო. მამუკა, წაიკითხეთ? წავიკითხეთ. კარგადაა დაწერილი. ილო, თედო, მოდით ყველა მოაწერეთ ხელი. ზემოთ გაარჩევენ ვინ არის მართალი. წერილი დღესვე უნდა გაიგზავნოს ცენტრალურ კომიტეტში, თორემ მთელ მინდვრებს გადახნავენ. მე გამგზავნეთ, ბიძია მამუკა. ჩიტივით გავფრინდები. შენ ჯერ ბალღი ხარ შვილი. წერილი გიორგიმ უნდა წაიღოს. პარტიის წევრია, ბრიგადირი. ის უკეთესად გაარკვევს ყველაფერს. კარგი. მე წავიხე. წადი. თოფი მომაწოდეთ, თოფი. შვილო, ჩემ გიორგის ხომ იცნობ? შენ გიორგის რომელი ქალიშვილი არ იცნობ, ზალოა მაგდა. რა ვიცი. უცოლოდ კი დამიბერეთ და აი, ეს გადაეცი. კარგი, დეიდა მაგდა. მე რა დავკარგავდი? ოჰ, რა ეშმაკი ხარ ზალოა მაგდა. გაჩუმდი შეკაჭკაჭო. ოჰ, გავჩუმდე, თორემ კი არ იცის გიორგი რომ მოგწონს. გამარჯობა მყარაგებო. გამარჯობა. ყველანი არიან? ყველანი. გამარჯობა. საჩუქრები თუ მოიტანეს? მოიტანეს, ერთი მანქანა უკვე წავიდა. ეს ქალები გზაში გაწვალდებიან. ჩემი მანქანით წამოვიდნენ. გიჟდები, ისე მიყვარს მსუბუქი მანქანა. ვაი, სულ დამავიწყდა. ჩამოდი. არა, ივლიტა, მე აქ დავრჩი. ჩამოდი, არა, უღერხულია. გადმოხდით. ხელი მომეწით. შეხედე ჟაკრო. საქორწილოდ მორთულა, რაღაც უცბი. ჯერ ბზითები არ გაუმზადებია ხანაგოლევან. უმზითო და შემეხვეწები. თქვენ ზოლიანი ხართ? მე? არა, ჩემო ივლიტა. მიწუნებენ. გიწუნებენ კი არა. თქვენ ალბათ ძალიან ლამაზ-ედეთ. აბა ულამაზო ის რა თუნდა. როგორი ქალი მოგწონთ? თუ დიდი საიდუმლო არ არის, აგვიწერეთ. აგიწეროთ? თუ მოახერხე? ზავლისფერი თმა უნდა ჰქონდეს. თვალები თაფლისფერი. გრძელი წამწამები და საერთოდ ნაზი უნდა იყოს. ხვირი? ხვირი? ხვირი ჩვეულებრივი. სწორი. შორს, ძალიან შორს. აი რა ტყუილს ამბობ. შორს კი არა. აი ლამაზი ადგილი, პირდაპირ სასწაულია. მოდი აქ შევისვენოთ, მეგობრებო. ვისაუზმოთ. თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან მომშვიდა. მეც მოგიხმარები, ივლიტა. შენ წადი და წყაროს წყალი მოიტანე. მეც დამავალე რამე პატარძალო. თქვენ იმას მიხედეთ, წყალში არ გაიხჭა. მოიცადეთ ნინო, მეც მოვდივარ. აბა დამეწია.
დილას ნინო, არ დაეცეთ. ძნელი ყოფილა თქვენი დაჭერა. ძნელია დაბრუნდი. ბედნიერების მომასწავლებელია. შეხედეთ? როგორ დაბრუნდეთ უკან? მეტი რა გზაა, ხელით უნდა გადაგიყვანოთ. წყალში რომ ჩამაგდოთ? წყალში ჩასაგდებად გაგიმეტებთ ნინო. ხელი გამიშვით. ხალამაზი ხარ ნინო. გიორგი! სტუმრები მოდია! ვინ სტუმრები? ნინო მასწავლებელს თავისი გუნდი მოხდავ. ნინოს? შეხედეთ ლევან, ხომ ლამაზია. თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა, არ მეგონა. თქვენ კი მიდიხართ. ძალიან მომწინდება უთქვენოთ. უჩემო? დარჩით ერთი დღით. გთხოვთ. აი საქმეებს მოოთერ და გათენებისას 9 წყაროზე მზის სამოსვლა ვნახოთ. პირდაპირ სასწაული. ამბობენ ძალიან ლამაზიაო, მაგრამ კურსებზე ვერ დავიგვიანე. ჯიუტი ყოფილ ხართ ნინო. რა ვქნა ასეთივე. კონცერტს ხომ დაესწრებით? რა თქმა უნდა. ახლა კი ცოტა ხნით დაგტოვებთ. წყემსებთან პატარა თათბირი მაქვს. ნუ მიცქერით. არ შეიძლება? არ შეიძლება. წადით. რომ არ წავიდე? მაშინ არც მეწავალ. გიორგი. შენ ხომ წახვედი, რატომ დაბრუნდი? ცხენს ნალი ავარდა. ახლა მივდივარ. ლევანგელაშვილი რატომ ჩამოსულა? ვითომ რა მინდაო? არიშლის თავისას არა? მე ჩვენოს ერთი, მე ვიცი რასაც ვეთქვი. არ ღირს მამუკა. სხვებიც გააფრთხილეს ზედმეტი არაფერის თქვა. რაო? მაგასთან დავაწყრის ნაყვა იქნება. მოუწოდოთ ცენტრალური კომიტეტი რა სიტყვის. ასე აჯობებს. აჰა. აქ ვისი ბრიგადაა? გიორგი ჩახელის. აბა ერთი დაუძახე. აქა ვარ. რა გნება? ჩემს მოჭუბარს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კიდევ ნაწყენი ხარ ჩემზე? მომწონს შენისთანა პირდაპირი გაცი. არაფერია, ჩვენ კიდე მოვნახავთ საერთო ენას. რა ვიდი ხარ სადმე? დიახ, უნდა წავიდე. ვერ ყოფილიყარ კარგი მასპინძელი. სტუმრებს ასე უნდა დახვედრა. გადაუდებელი საქმე მაქვს. რა არის იქნებ მე დაგეხმარო? ისეთი არაფერი. თუ არაფერია, მაშინ უნდა დარჩეთ ამ ხანაგო ბრიგადირო. ეს ბრძანებაა? როგორც გინდა ისე გაიგე. ახლა კი ხალხს დაუძახე. ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის სახელითა და დავალებით დოლის წარმატებით ჩატარებისა და ნამატის სრულად შენარჩუნებისათვის
საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოებული არიან შემდეგი ამხანაგები. გიორგი ჩოხელი. ხედო ინაური. მადლობ. აპოლონ ნატროშვილი. ჩაიხატა. ივლიტა. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. თუ დახარ ეს გიორგის გადამიცი. შენ რა დამარგინდა მიუტანა? არ ვიცი. არ შემიძლია ახლა მასთან შეხვედრა. ნინო, სწორედ რომ მაშინ დამიკითხავს ასეთი ამბავი, ორივეს უყვარხარ, გოგო, ორივე. გაჩუმდი ივლიტა. ვინმეს მართალი ეგონება, წავიდეთ. ალო გამომყევ ცოლადა, ერთად დავიდოთ ბინაო, შენი ტოლები დათხოვდნენ, შენ რაც ბერდები შინაო, შენი ტოლები დათხოვდნენ, შენ რაც ბერდები შინაო. რომ ვაზოვებ მომელანდები თვალშია უარც ნუ მეტყვი წამოდი ჩემთან წაგიყვან თაშია უარც ნუ მეტყვი წამოდი ჩემთან წაგიყვან თაშია კონცერტი არ მოსულა, უნდა ვნახო. ვინაც მიდიხარ, ცოტა რომ დაიტანჯო ცოტეთესია, უფრო შეუყვარდები. მე ჩემ შაქროს ხანდახანი ისე ვაწალებ, რომ მამაკაცებს ეს ხდება. არა, ივლიტა, შენ არ გესმის. ერთად წავიდოდით, მაგრამ რა, მაგრამ? გელაშვილი არ მიშვებს. იალაღებს უნდა წამომყვევ. ახლა შენ უნდა მიხსნა ნინო. მითხარი, გიორგი, თუ რამე შემიძლია? ერთი რამ უნდა დაგავალო, მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. საიდუმლოა? მენდობი? არ გეხმურები, ნინო. ეს წერილი პარტიის ცენტრალურ კომიტეტში უნდა მიიტანო. მე თვითონ წამეყო, მაგრამ გელაშვილმა ცხენიდან ჩამომსვა. ძალიან გთხოვ, ნინო, არ დამიგვია. კარგი. ჩახვალ თორა მაშინვე ჩააფარა. აუცილებლად, გიორგი. თუ ქალი ხარ, კარგად შეინახე. რამდენს ვაფრთხილებ, გიორგი? ბავშვი ხომ არა ვარ. ახლა წავალ, თორემ ძევნას დამიწყებენ. კონცერტზე მოდი. მოიცა, ნინო. კიდევ რაღაც უნდა გითხრა. კიდევ საიდუმლო? ერთ საღამოს ორი საიდუმლო ძალიან ბევრია ჩემთვის. ნუ გამიჭავდები. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მოდი კონცერტზე. არ შეგვარცხოთ. ნინო, ერთი წუთით რაღაც უნდა გითხრათ.
მიხვერით ერთმანეთს. ახლავე შერიგდით, თორემ ორივეს დაგემდურებით. რას ამბობ, ნინო? გასაყოფი რა გვაქვს? მიუსწარით ავტობუსს. გაამგზავრია მხანაგულევან. კარგი ადგილი უშოვე. ახლა კი ვნანო. რატომ რა მოხდა? წასვლის წინ თქვენთვის ნინოს არაფერი უთქვამს. რას მიედმოედები, რა უნდა ეთქვა? ის ჩვენი ნინო ძალიან ეშმა ქალის ჩანს. აქაურმა მწყევსებმა თქვენზე საჩივარი გაგზავნეს ცეკაში. საჩივარი? მერე და ნინო რა შუაშია? ჩემი თვალები დავინახე, გიორგიმ ნინოს წერილი უნდა დასცა. ის შეუნა მუხტი პოსტალიონი. აქამდე სტადიყავი. ახლა მომაბრუნე მანქანა. ჩქარა. წყალს გაგაძრობ თუ იმ ქალმა თბილისში ჩაგვასწრო. ლევან! ქალიშვილო, ყვავილები დაგჭათ. თქვენ საიდან? დაგიხარდათ? არა, მართლა როგორ ჩამომისწერეთ? უნდა გამოგიტყდეთ, ნინო. არ მეგონა თუ თავს ასე დავკარგავდი. აი ხომ ხედავთ? უკან დაგედევნეთ. მე რო თქვენ ამისათვის არაფერს გეტყვიან? რაც უნდათ ის მითხრან. დაუძლებ როგორმე. ჩვენ ისევ ერთად ვართ. მე არაფერი მინდა. თქვენი კურსები როდის იწყება? ხვალდილით. ჩინებულია. დღეს არსად გაგიშვებთ. წავიდეთ, ჩემ მშობლებს გაგაცნობთ, თქვენი მათ ძალიან მოეწონებით. არა, ახლა არ შემიძლია, აქ რაღაც საქმე დამავალეს. რა საქმე? ჯანდაბას ყველა საქმე. მერწმუნეთ, ლევან, არ შემიძლია. ნინო, თქვენ რაღაცას მიმალავთ, არ მოველოდი. ცნობის მოყარე ყოფილი. ცნობის მოყარე? იქნები ჭვიანი. ლევან, თქვენ ჩემი არ გჯერათ, ნინო. გამიშვით, ხელი ნუმადგინეთ. მე კი გული მტკივა. როცა ვხედავ, რომ თქვენ რაღაცას მიმალავთ. რა მაქვს დასამალავი? წერილი გამომატანეს გადასაცემად. ცენტრალური კომიტეტი. მამპადიეთ, ნინო, ხედავთ? ცეგაზედაც ვეჭვიან. წერილს საყველი ჩავაბარებთ. მოგზავნით? გამარჯობა ნინო. ცენტრალურ კომიტეტში შაქრო. ახლა ებეტრებთ. აი შაქრო. ეს წაიღდე კომენდანტურას ჩააბარე. ოღონდ ჩქარა. როგორ მოდიხარ ბიჭო, გამოადგი ფეხი. ჩაბარე? ჩავაბარე, აბა ხომ არ გადავაგდებთ. რა მოგივიდა, შაქრო? გონი ცოტა შემაცივა. თბილისის ზღვაზე ვისადილოთ. ხო. მე პირველად დავარ. თქვენ სად დაამთავრეთ ინსტიტუტი? ქუთაისში ვსწავლობ. მაშ მე გაგაცნობთ ჩვენს დედაქალაქს. მე 4 წელიწადი ვსწავლობდი. შემდეგ დიპლომი მივიღე, მაგრამ თბილისში ვერ მოვახერხე დარჩენა. დაამტოვეს იმ დასაქცევ რაიონში. უნდა გამოგიტყდეთ. მომბეზრდა ყველაფერი. თბილისს გაუმარჯოს. ჩემ თბილისს. პირდაპირ ოცნებად გადამექცა. რა თქმა უნდა, თბილისი კარგია. მაგრამ ისე შევეჩვიე ჩემს სკოლას, ჩემს პატარა ბავშვებს. დამიჯერეთ იქაურობას ვერ მოვცილდები. ახალგაზრდული გადაცება. ნამდვილი ცხოვრება კი ეს არის. ჩემს ლევანს ვახვავარ. გამარჯობა გურამ. გამარჯობა. როდის ჩამოხვედი? დღეს ჩამოვლე და დღესე მივდივარ. გაიცანი გურამ. სასია მომნოა. ჩემი საცვალია. მომილოცავს. მაშ კეიფობთ არა? ამაუშენოთ როგორ იქნება. გთხოვ.
არა, უნდა დავიდე. ნახვამდის. ნახვამდის. რა თუდად იხუმრეთ, ლევან? ვიხუმრე? მომეცით თქვენი ხელი? მე სიტყვები არ მეხერხება. უჩემოდ გადაწყვეტეთ ყველაფერი. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ნინო. გინდათ ნავით გავისეირნოთ. არა. წყალი არ მიყვარს, მეშინია. ჩემთან ნორაფრისა გეშინიათ. რა ბედნიერი ვარ, ლევან. დავხუჭავ თვალებს და გახელა მეშინი. ვაი, თუ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს. არა, გამიშვი. ნინო, თუ არ გიყვარვარ. ნუ, ლევან, გამიშვი, გეხვეწე. წერილი მომეცი. რაიონში წადი. საძოვრები გადახნეს, ჩვენ ვითხრეს ყველაფერი რაიკომთან არის შეთანხმებულიო. გელაშვილი. მიჩივლეთ. მოწიე შაქრო. მადლობა. კარგია თბილისში ცხოვრება რა? კარგია, ხანაგოლეო. თბილისში რომ გადმოვიდე წამოხვალ ჩემთან სამუშაო. როდის აპირებთ? აი, ვარსკვლავს რომ მივიღებ ჩემო შაქრო მერე. გმირის ვარსკვლავს? აბა რისთვის ვიგლავ თავს რაიონში? ის რომ მექნება ყველა გზა ხსნილია. კარგია. ვისთვის კარგია და ვისთვის უდ. რა სიტყვია ჩვენი მწყემსები ამას რო დაინახავენ? რა უნდა თქვან? საქვეყნო საქმე კეთდება. მიდი. შაქრო, ბენზინი გვაქვს? თბილისამდე გვეყოფა პეტროვიჩი.
გამოგივიდა ნინო. სულად ხომ არა ხარ? სული მეხუთება. თავბრუნ ესმის. სულად გახდები, მას რა იქნება? პატარა გოგოსთან დარბი ხარ კიბეებზე. მოდი ფანჯარასთან დაჯექი. წყალი მომიტანე. დალია. შენ მგონი მართლა უკეიფოთ ახარ. ხომ არ გაცივდი? არაფერია ლევან. ახლა კარგად ვარ. კარგად როგორ ახარ ნინო? მითხარი მაინც რა დაგემართა? ნუ თუ ვერ მიხვდი ლევან. ჩვენ მალე შვილი გვეყოლა. შენ დარწმუნებული ხარ? გიხარია ძვირფას. მე? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მოულოდნელია. ჯერ უნდა დავფიქრდეთ. იქნებ შენ ცდები. არა მითხარი, გიხარია თუ არა? როგორ კანკალებ ენაცვალე? რამ შეგაშინა? დამამშვიდე ლევან, მე ასე სოფელში ვერ დავბრუნდები. კიდევ ნუ გადადებ ქორწილს. ყველაფერი კარგად იქნება. კურსებს ხომ ამ თვის ბოლოს ამთავრებ, არა? კი, ამ თვის ბოლოს. აი, მაშინ გამოგივლი და ყველაფერი ერთად გადავწყვიტოთ. ო, როგორ დამაგვიანდა. ახლა ხომ კარგად ახარ? კარგად. წავა. ზათი. აბა 30-მდე ჩემო გოგონი. ნახვამდის. ყურადღება. ლაპარაკობს ბაკურიანი. გადმოგცემთ ამინდის ბიუროს ცნობას. მაღალმთიან საძოვრების ადგილებში მოსალოდნელია მძაფრი სიცივეები და თოვლი. ევალება ყველა ბრიგადას. სასტრაფოდ ჩამორეკოს სხვარი დაბლობში გარდამავალ საძოვრებზე. გიორგი! რადიომ გადმოსცა, ამ თუდამის თოვლი მოყვებაო. ჩქარა, გარდამავალ საძოვრებზე ჩადით. ამუკა! ხარი ქვევით უნდა ჩავრეკოს. ნახვამდის ნინო. ნახვამდის. წერილს არ გთხოვ, მაინც არ გამომიგზავნე. მას რჩები. საქმროს უცდის. ეხ, ჩვენ რაღაც უნდი ვართ. შენ საფროს ჩვენგან მოკითხვა გადაიძე. არ დაგვივიწყო ნინო. ქორჭილში დაგვპატიჟე. მართლა ჩამოხვა? მე რა დამაკავებ? თუ გაკვეთილების ცხრილი ნებას მომცემ. შვიდობი. ამუკა, თქვენ წადით, მე დაგეწევ. კარგი. აბა ილო, წავედ. აქ არის მასწავლებლის სახლი. თქვენ ვინ გინდა? ჩვენი სოფლიდან მასწავლებელი ქალი, ნინო გელოვანი. უი, წავიდა, შვიდე. ყველანი წავიდა. შენი ნაცნობი დილიდანვე გელოდა. თუ და საწყალი რატომ დაიგვიანაო? ერთი ფეხით გაგასწრო. ერთი ბილეთი ახალ სოფლამდე.
მოგილოცო ნინო. გიორგი, გამარჯობა, აქ საიდან გაჩნდი? ჩამოველდ რომ მოგილოცო. შენ ამაზე ლაპარაკობ? ეს მე იულიტას უყიდე, ისინი ამ დღეებში ხელს აწერენ. მართლა? მე კი მტკვარში გადავარდნას ვაპირებდი. ბინაზე გამოგიარე. იქ მითხრე შენ გელოდა და წავიდაო. შენ? ო, გელოდი. როგორ მინდოდა შეინახო წლის მოგისწარე. და ახლა ისე უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, მთელი ჩემი სიცოცხლე გზაში უნდა ვიყო. მე კი რამდენი რამე მაქვს სათქმელი. მოქალაქე, მობძაი, მივდივარ. იცი ნინო, შენ ძალიან მოეწონე დედაჩემს. მორეწონე? შენ რაღაც გუნებაზე არ ახარ. ხომ არავინ გაწეინა. მითხარი, დაგეხმარებ. გმადლობთ. მე არაფერი მიჭირს. იცოდე ნინო, სხვა ქალს ოჯახში არ შემოვიყვან. ბავშვებო, გამარჯობა. მე მომეცით პატენციუმ. გაი. სალამი ნინო. როგორ მოგონატრეთ რა? ამ შეგაშინა, შეგაიგაცო. წამოდი ერთად წავიდეთ. რა ვქნა, ხალაგოლევან, გული არ მიშვებს. იქ ახლა ყველაფერი გადახნულია, გზაზე სხვა საკვებით ვერ დაუმზადებ. კი, მაგრამ ვინი ფიქრებდა რომ თაში ასიადრე აცივდებოდა. ახლა რაღაც მოასწრებ. სხვარი უკვე ბარში ჩამოვიდა. ერთი გამოსავალი გადაგვრჩა. ფარები ჩქარა უნდა გავრეკოთ მიმინოსხევამდე. რაც შეიძლება ჩქარა გესმის? მესმის ამხანაგოლევან, მაგრამ სხვარი ასე ჩქარა ვერ ივლის. ივლის, შენ ფიქრი ნუ გაქვს, ჩაჯექი. სად არის შაქრო? ჩვენი მასწავლებელი ჩამოსულა. გამარჯობა ნინო. გამარჯობა. როგორ იმგზავრეთ? გმადლობთ, კარგად. ბაშხვალი დასწავლა დაიწყება. დიახ. მხოლოდ გული მწყდება რომ სკოლა არ შეუკეთებიათ. გზაში მითხარ. არ შეუკეთებიათ? მე ვარ დამნაშავე, დროზე არ შევამოწმე. იცით ახლა ცხვრის გადარეკვა დაიწყო. დიახ. მთელი კვირა მანქანიდან არ გადმოვსულ ვარ. მე თვითონ არ ვიცი, როდის ვიძინე. აგერ შაქროც მოდის. წავიდეთ ამხანაგოლევან. წავიდეთ. აი ხედავთ ნინო. ასე ვცხოვრობ. ლევან. ვიცი, მაგრამ მე მეტი აღარ შემიძლია. კარგი ნინო. დღეს რაღა გაეწყობა. ვეცდები ხვალ გნახო. აბა, ნახვამდის. ლევან. ნინო მასალებს გაუმარჯოს, ნინოს. სად არის თქვენი ბრიგადირი? მე გახლავარ მის მაგიერი. ჩოხელი სად არის? ქალაქში დარჩა, მალე დაგვეწევ. ახლა მომდა შეირნობა. ასე არ ვარ გამხარაგება, სხვარი ნელა მოყავთ. რა მოგახსენოთ? რა ვიცი, დღემდე აგრე გვივლიან. არა მოხუც ახლა ცოტა უნდა ავჩქარდეთ. იმ კვირას მიმინოსხები უნდა გავიაროთ. ეს რამდენი გამოდის? დღეში 30 კილომეტრი. შეუძლებელია უფროსო. გზაში სხვარი დაგვივარდება. როგორ თქვენი სხვარი დავარდება, ასეთი მოვლილი და ნაპატიები. ვერ დავიჯერებ. აი თქვენი ახალი მარშრუტი. აქ ყველა გზებია ნაჩვენები. გასაგებია? დავიდეთ სიმონ. გასაგებია. ვერაფერიც ვერ გავიქი. იქნებ შენ მაინც გაიგო რამე ჩემო ყარამან, აბა? ტედო, დაიჭი,
40 წელიწადია უმაგისო დავდივარ ამ გზაზე. აი აქ ცხოვრობს. შენ მხოლოდ არ აღელდე. გახსოვდეს რაც გითხარი. კარგი. მე ვიცი როგორც უნდა მაგათთან ლაპარაკი. შენ არ წახვიდე მომიცა. ნუ დარდო. უნივერმაღში შევირბე და ახლავე დავბრუნდე. მობრძანდით. ვინგნებართ? ამხანა გიგელაშვილი. თქვენ ვიბრძამდებით. ლევანის ნათესავი ხართ? დიახ. მაღლა აბრძამდით. სახლში არ გახსავთ, მალე მოვა. ეს სად გამოვედით, კაცო? სახომ არ აგვერი? ნიკო, ზღვარი დააყენე. მაინც გადაუხდათ ჩვენი საძოვრები. ნუ თუ ჩვენი წერილი უყურადღებოდ დასტომეს. მიიღეს ის წერილი, არ მიიღეს, რომ არაფერი ვიცი. ხომ გითხარი, გიორგი, ქალაქს შენ თვითონ უნდა წასულიყო. ახლა რას იზამ? ვერაფერი გამიგია ღმერთმა. გასასვლელი გზამოწებდნენ, მამუკა. პატარა ბილიკებს მაინც დატოვებდნენ სადმე. მე ახლა დავბრუნდები. ჰეი! დღეს აღარ მჭირდები დაისვენე. ნინო. შენ აქ ახარ? მე კი ახლა შენთან მოვდიოდი. გუშინ მთელი დღე გიცვად. შემოდი ოთახში. ნუ გამიჯავრდებით, ჩემო გოგონი. ხომ იცი როგორ მიყვარ ხარ? კიდევ მაკოცე ჩემო სიყვარულო. მე კი სულელმა წუხანდელი ღამე ტირილში გავატენე. შენ ისე ცივა ჩემხდი მოედან. სულელი. ვიცი. შენ ხალხში სხვანაირად ვერ მოიქცეოდი. ხო, ნინო. მაგრამ მე უეცრად გავიფიქრე, აღარ უყვარ ვარ მეთქი. მე კი უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. კარგი, ნინო, ნუ დამახჩე, გახსნა დამაცარე. მომეცი ქუდი. მომეცი. არა, მე თვითონ. რა კარგია შენი ოთახი. ჩემს აწარმაგიდას. აი აქ დავდგამ შენს გვერდით. ხელს ხომ არ შეგიშლი. აი აქ კი. ლევან, არ მისმენ? აპატია ნინო, რაღაც მომაგონდა. სულ დამავიწყდა ქუჩაში ივლიდან. ივლიდა? ნუ გამიწყდები ლევან. მე აქ მარტო ვერ მოვიდე. პირიქით, მართალი ხარ ნინო, სახელს უნდა გაუფრთხილდე. იცი ნინო, ცოტა ხანს ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ. თორე ვინ იცის რა სიტყვის ხალხი, დაიწყება ჭორი უსახელო წერილების წერა. რაც უნდა ის ილაპარაკო. ჩვენ ხომ? კი, მაგრამ ეს ჯერ არავინ იცის. გაიგონ რა მოხდება. დაჯექი ნინო. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, გამიგებ. მე აქ ერთი დიდი საქმე ჩავიფიქრე. თუ ის კარგად დამთავრდა, თბილისში გადამიყვანენ. ხომ იცი როგორ მინდა მოვშორტი აქაურობას. მე აქაც ბედნიერი ვარ შენთან. არა ნინო. და იმისათვის დავამთავრე ინსტიტუტი, რომ ამ ჯურღმულში მომივიდეს სული. ნინო, მოდი კიდევ ცოტა ხნით გადავდოთ ქორწილი. კი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ხომ იცი? მალე სკოლაშიც ვეღარ გამოვჩნდები. მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, ნინო. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თბილისში უნდა წახვიდე. თბილისში? რატო? გული ნუ დაგწყდება, ნინო. შვილი ჩვენ კიდევ გვეყოლება. იქ კარგ ექიმთან მიხვალ. დღესვე გაგზავნი მანქანით. ლევან, ჩემო სიყვარულო, ამას რას მეუბნები? სხვა გზა მე არ ვიცი. ლევან, გამიგონე.
უღარაგვიანებ. დღესვე გაემგზავრე. გზავნი. ბავშვი მოვკლა? ლევან ამას როგორ ამბობ? ეს ხომ სინდისობა. ახლა უსინდისოც გავხდი. შენ კი ანგელოზი ხარ რა? არა, ჩემო ნინო, არც ისეთი უცოდველი ბრძანდები, როგორც შენ აქ გონია. ვინ წაიღო ჩემი დასაბეზღებელი წერილი? შენ არ წაიღე? რას ამბობ? რა წერილი? ვისი წერილი? ვისი? ვისაც ეს სურათი აჩუქე. არ გახსოვს? შენი თაყვანის მცემელი, წყემსი. ღმერთოჩი. ერე მოდიხარ და ჩვენი შვილიო. გვიან მივხვდი ყველაფერს. შენ მე კაცი მეგონე. შენ კი ვინ ყოფილ ხარ? ნამუსგარეცხილი. შენ ნინო. ცუდად ხომ არ გახდით? არა. დაჯექით ახლავე წყალს მოგიტან. არა. უნდა წავიდე, ამხანა კი მიწდის. ნინო. გიორგი. დამშვიდი ნინო. აღელვების დროს კაცი რას არ იტყვის. ალბათ ვერ გაუგეთ ერთმანეთს. არა, გიორგი. ვიცი. ცოლად არ შემირთავს. არ შეგირთავს? იქნება სესჯობია. არა. შენ ხომ იცი რომ ნუ გეშინია ნინო. ენდე ჩემს კაცობას. ახლა კი შინ წავიდეთ. მე ძახიან. ივლიტას გავყვები სახლში. წყალი მომიტან. გიორგი, რა იყო იმ წერილში? გახსოვს შენ რომ თბილისში გამადა? წამსე მასაც შუარ გაგზანეს, მაგრამ ეთყობა წერილს ეკას არ მიუღია. შენ ხომ ჩააბარე ნინო? რას ამბობ გიორგი იმ დღესვე? შაქრომ წამიყვანა მანქანით, წერილიც იმარ შეიტანა. შაქრომ? ხო, შაქრომ. 4 თვე გავიდა და პასუხი არ არის. საძორები გადახნეს. სხვას გაუჭირდება. სწორედ იმ წერილის გამო წამეჩხუბა. შენ ნუსწო ხარ ნინო. ნინო, სად დაიკარგე ქალო? რამდენი მაძებნინე თავს? შინ წაიყვანე. დაამშვიდე.
წავიდე. მობრძანდით? რომელი ხარ? ჯერ სინათლეა. ამას ვის ვხედა. როგორ იმგზავრეთ? ცხვარი როგორ არის? სხვარზე შემდეგ. ახლა კი ადამიანზე ვილაპარაკოთ ამ ხრამო გელაშვილო. დაჯექი გიორგი. მოხდა რამე? ნინო ვნახე. ძალიან ცუდად არის. გადაემართა. ავად გახდა? ხუმრობას თავი გაანებე. მე ყველაფერი ვიცი. როგორ მედავჩებთან ასეთ ლაპარაკს? ნინომ ყველაფერი მიამბო. ქალი უნამუსოდ მოატყვე. მერე კი სახლიდან გააგდე. ჩემი პირადი საქმე შენ არ გეხება. გამიგონე. ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის. ნინო ცოლად უნდა შეირთო. თორემ ინანებ. შენ სადახარ? ვისე მუხრები? მე შენ ახლავე. მაგას ხალი გაუშვი. გაუშვი მეთქი. სისხლი ყელში მოვიდა. ჩვენს მასწავლებელს სახელს ნუ გაუტეხ. ხალხს ნუ შეურაცხყოფ. ხელი უნდა მოაწერო. გაიგე? ნახვამდის. ეხ ჩემო ქორისა. მე და შენ ბედი არ ვქონი. კარგით იასახლის დავკარგეთ. ვერ გავიგე გენაცვალე ვისი ხარ თუ ჩემი ხარ ეგ ბეჭედი ვისია თუ სხვისი ხარ გულში რატომ მიზიხარ რანინა თუ ჩემი ხარ ეგ ბეჭედი ვისია თუ სხვისი ხარ გულში რატომ მიზიხარ ვინო დამის რანინა ჩემი ხარ ეს ბეჭედი ვისია თუ ხვიცი ხარ გულში რატომ მიზიხარ რახანია არ მსმენია შენი ხმა ისეთ ახალ ვერ გითხარი სათქმელი მაინც ვამბობ გენაცვალე ჩემი ხარ შინ მინთი ხარ როგორც მინდა სანთელი რანინა მაინც ვამბობ გენაცვალე ჩემი ხარ შინ მინთი ხარ როგორც გიორგი გამარჯობა შაქრო. გამარჯობა. სწორედ შენ გეძებ. მე თაკავარ მოდი ჩვენთან გვეწიე ბოდიში მეჩქარება შაქრო. ცოტა ხანს გარეთ გამოდი შენთან პატარა საქმეებს. მაინც ვამბობ გენაცვალე ჩემი ხარ შინ მინთი ხარ როგორც მინდა სანთელი აი რა მინდა გითხო შაქრო. ის წერილი ჩააბარე შენ საკას კომენდატურაში. რომელი წერილი? ნინო რომ გადმოგცა. ვიცი ჩავაბარე კარგად გახსოვს. როგორ არ მახსოვს პირდაპირ მორიგოს გადავეცი რა იყო რაზე მეკითხები არაფერი ისე მაშ კარგი ნახვამდის შაქრო. შაქრო ხომ არ გინახა? ახლა იქიჯდა. ვიღაცამ დაუძახა. კიდევ ნაცვა მიიღო? ის ცოტა. როგორ გამოიცვალა ეს კაცი? ყოველ დღე თხის რძეს ვასმევთ. ახლა ღვინო და არაყი, ღვინო და არაყი. არ ვიცი რა ვქნა. რას იზამ? ხდება ხოლმე.
დავწეროთ? არა. რატომ ნინო? შენ ასე გადაწყვიტე? ჩემი გვარი მინდა ვატარო. როგორც გინდა. ხელი მოაწერეთ. აი აქ. შაქრო. მეც ჩემი გვარი უნდა ვატარო. ცოლად მე არ წაგიყვანდა. გილოცავთ. ტკბილად ცხოვრებას და ბედნიერებას გისურვებთ. მომილოცავს ნინო. მომილოცავს ლევან, ბედნიერებას გისურვებ. ლევან მომილოცავს. შეგინასწორე ნინო. რა ბედნიერი ხარ გოგო. კარგად იყავი, კარგად. ივლიტა გეყოფა ხონაკოს. წავიდეთ, სტუმრებს მივხედოთ. ტრადიციულ სიმონ. გამადობა გაჩქარებათ, არა? ო, კარგი შაქრო. წავიდეთ. ჩვენ ფეხით წამოვართ. კარგი, მას ჩვენ წავიდეთ. წავიდეთ. ხომ არ დაიღალე? მანქანას გამოუცხე. არა, არ მინდა. ნინო. საი? ვერიცანი ჩვენი სახლი. არა, ლევან. მე დღეიდან შენ სახლში არასოდეს არ შემოვა. არასოდეს. ნინო. ნინო. მაშხერი რატომ მოაწერე? რატომ? არ გეგონოს რომ ანგარება მომოქმედებს. მე მინდა რომ ჩემს შვილს კანონიერი მამა ჰყავდეს. შენი ცოლი კი არასოდეს არ იქნება. ნინო. ნინო. თავი მოგოჭრება რა სიტყვიან სტუმრები. ნინო. ვიცი რა მოუვიდა. ტყუილ უბრალოდ წამეჩუვა და გაიქცა. ხომ მოვა? მოვა, აბა რას იზამს? ღმერთო ჩემო. შაქრო წამოდი. წამოდი ჩქარა. შენ ისეთი უგულო ხარ როგორც შენი ლევანი. გიცნობთ მე თქვენ. აი ნახავ. შენ მე იქამდე მიმიყვან რომ მეც გაგექცევი. ნუ ყვერი ივრიტა, ხალხი გიყურებს. მითხარი სად მიმართე? უნდა მოვდახოთ. სად წავიდოდა ნეტარი? თქვენ ასალდასოალს კაცი გაიგებს. დილას აქ გარბი ხარ საღამოს იქით. ხებრე ხარ ბიჭო, ხერეჭი. შეურაცხყოფას ნუ მაკერებ ივლიტა. არ მოგიწვა ხომ იცი? ო. შაქრო. ჩაჯექი მანქანაში. თქვენთან ბოდიში ივლიტა საქმე გვაქვს. შენ წადი ივლიტა, მე მალე მოვალ. რა მოხდა? ახლა დამირეგეს ეთყობა გზაში ცხვარს გაუჭირდა. მანქანები უნდა მივაშველოთ. დღეს რაღაც ცუდ ფეხზე ავდექი. მართლა შაქრო, ის წერილი ხომ არსად გიხსენებია? არა. ხოლოდ გუშინ თვითონ მკითხა გიორგიმ. მე შე რა უთხარი? რას ვეტყოდი? იცოდეს სიტყვა არსად წამოგწდეს. გააჩერე! ვისია ეს მანქანები? რა ეკავშირისა? აბა ახლა მოაბრუნდა გამომყევი შენც. არ შემიძლია მხანოგულება, საქონელი უნდა მივიღო. მოაბრუნდა გამომყევი როგებინები ჩქარა?
ცუდი დღე დაგვადგება, შვილო. თუ აქედან დაღამებამდე ვერ გავახციეთ. ხედავ, როგორ გაიწელა ცხვარი. პირდაპირ მახეში გავებით, ძიამამუკა. არც ბალახია, არც წყალი. ირემა! ძიამამუკა! დაკალი, შვილო, დაკალი. ჩემი ირემა? არა, არ შემიძლია. რა გატირებს, ბიჭო? პატარა ხომ არა ხარ? მაშდა ვიცი ნობრიგადირო, გულის მაგე ქვაღო არ ამაქვს. დაწნედი თედო. ქვაგული არც მე. გაქვს თუ არა გაქვს, ჩვენი ცხვარი კი იღუპება და ახლა რა ვაკეთოთ? სხვა გზით უნდა წავიდეთ, მამუკა, თორემ ცხვრის მაგრივად ხელში აი ეს კომბლები შეგვჭება. გაწყდება ცხვარი. იორზე უნდა გადავიდეთ. იორზე? ძნელია, გიორგი. გადავალთ. წყალი ახლა იქ დაკლებული იქნება. არი ვარგებს, უნდა გადავიდეთ. ყვალ გვიალ იქნება. წყალი თან მატულობს. სხვანი დაიღუპება. ბრას ამდენ სხვა ზურგით ხო არ გადავიყვანთ. შენ რა სიტყვი, მამუკა? უნდა გადავიდეთ. სხვა გზა არ არის. დაგვეღუპება ცხვარი. ურმებზე ვცად. წყალი წაიღებს, მამუკა. მომძრეთ ურმები. აქაო ბრიგადებს თქვენ, აბა? არა, აბაშენიცი.
სად არის ჩვენი წერილი ამხანაგო გიორგი? რატომ არ მივიდა ცენტრალურ კომიტეტამდე? მე გთონ არ ვიცი. აბა რა გითხრა? რომ არიცი, ბრიგადირო, უბედურებაც ეგ არის. ახლა რა სიზა? ინდა თუ არ გინდა, ჩემო გიორგი, პასუხი უნდა გაქვს. ჯერ სხვას უშველოთ, მამუკა. პასუხი შემდეგ მაგებინ. ოჩაღ ბრიგადირო. მამაცი ხალხი ყოლია. აბა ახლა დავარგნილ ცხვარს მივეშველოთ. თერაპიდი დაგიღია. გაუძეხი მანქანებს. იმინოს ხელთან დამიცადეთ. გიორგი, მოიცადე საქმე მაქვს. ადრე ჩამოგრეგა ციცივერმა მთიდან. ზარალი დიდია? 300-მდე დაგვეღუპ. მე უფრო მეტი მეგონა. მოიცა ბიჭო, რას გარბი ხარ? იცი, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. რაზი ამბობ? როდის? რატომ? სწორედ ეგ არ ვიცი. იქნება შენ ამიცნო. შენ ხომ ჩემი მაჭანკალი იყავი. როგორც ჩანს, მაჭანკლობა არ შემძლებია. რა სიზამ, ბედი არ მქონია. მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ. მე უფრო დიდი საქმე მაქვს შენთან. წელს ჩვენს რაიონში ყველაფერი ბევრი მოვიდა. თამბაქო, ყურძენი, პური, მხოლოდ აი ამ ცხვარმა გამოგჭრა ხელი. რაიონიდან 16 კაცი უნდა წარგვედგინა შრომის გმირობაზე. მათ შორის შენც. ახლა ხედავ, შევწყვით. მე ხომ გაგაფრთხილეთ ამ ხანაგოლევან საძოვრები არ უნდა გადაგეხნით. საყვედურები რომ უთხრათ ერთმანეთს, ამითი რა გამოვა. ახლა რაიონის ღირსებას უნდა გაუფრთხილდეთ. ამაზე იფიქრე გიორგი. მე რა შემიძლია? დახოცილ ცხვარს ხომ ვერ გავაცოცხლე. გავაცოცხლე. ნუ იცინი, არ გეხუმრები. თუ ეს ქაღალდი დაიხევა, ჩვენი რაიონის სირცულს გადარჩება. პირველ ადგილზე გამოვა. იცოცხლე პირველ ადგილი კარგი იყოს, მაგრამ 300 ცხვარი საიდან მოიყვანო? ბიჭო, შენ რა მიამიტი ყოფილ ხარ. დოლის დროს ახალ ნამათში. 300 ბატკანს ნუ აჩვენებ. მაშ ეს ქაღალდი უნდა დაიხეს. დიახ ეს. ვინ უნდა დახიოს? შენ თუ მე? ეგ სულ ერთია. გამარჯობა, მხანაგო გიორგი. ეს რა არის? ამ ხანაგო მდივანო. მე ამის ღირსი არა ვარ. ცხვარს ვერ მოუვარე. ვიცი, ამ ხანაგო ჩოხელო. საუკეთესო დედაცხრები დაიხოცნენ. ამას ისიც დაემატა. გუშინ ნიუ-იორკზე გელაშვილთან ლაპარაკი მომივიდა. თავი ვერ შევიკავე და ხელი შემოვკარი. რაო, ვის შემოხკარი? გელაშვილს. ეს რა გვაკლდა? ამდენი სხვა რომ დაღუპეთ, ეს არ იკმარე და ახლა მუშტი კრივზე გადახვედით. სთხოვეთ ამ ხანა გელაშვილს. დაჯექი. დამშვიდი. აიღე. მოსიე. მადლობთ. შენ როგორი ყოფილ ხარ, ბიჭო, ჰა?
არ ვიცოდი. ამ ორდენს კარგად გაუფრთხილდი, გიორგი. მისი დაკარგვა ადვილია. დამსახურება კი გამარჯობა. გამარჯობა. რა მოხდა თქვენ შორის სამხანაგო გელაშვილო? რატომ არაფერი მითხარით? რა უნდა მოხდარიყო ამ ხანაგوارჩილ? როგორ თუ რა? ჩოხელმა განაცხადა გელაშვილს შემოვკარიო. შემოვკარიო? ვის? მე? ჩემთვის ხელი არავის შემოუკრავს ამ ხანაგوارჩილ. პირდაპირ სასწაულია. სიმართლეს მოგახსენებთ ამ ხანაგო მდივანო. ამდენი ცხვარი დაიღუპა. ამან კი ცუდი საქმე შემთავაზა. ზარალი დამალეო. ცილისწამებაა. მაშინ ვერ მოვითმიან და ხელი შემოვკარი. ჩემი გალახვა არც იცი ადვილია ამ ხანაგო მდივანო. მით უმეტეს ჩვენ მეგობრები ვართ. უხშენი! მართლა გაიწვერა ყოფილხარ. ჩუმარგი, გიორგი მდივანო. გიორგი! შო. ფარდები ისე თბილისში უნდა ვიყიდო. ახლა ფარდები მომთხოვე. ისედაც ყელამდივალებში ვარ. შენ არავინ კითხავს მაგას. მომიცი. მე ჩემი ფულით ვიყიდო. გაიგე გიორგის რა მოსვია? რა? წვევსებს დახკიდებია. ამბობენ კრიტიკას ახშობდაო. ბრიგადას საჩივარი დაუწერია. გიორგის ახწერილი დაუმალავს. ახლა მთელი კომისია არჩევს ამ საქმეს. კიდევ რას ამბობენ? 1000 რამეს ამბობენ, პარტიიდან რიცხავენ. ვაიმე? დამღუპე ქალი კიდე მთრალი ხარ? ხომ არ შეგაცივა? რა მოგივიდა? შემომხედე? ცოდვა მაწევს გულზე ივლიტა, ცოდვა. მანქანა დააჯახე ვინმეს? ის წერილი მე დავმალე. შენ? უარესი ამბავი მოხდა. როდესაც ჩვენმა მწყემსებმა განგაში ატეხეს და ცენტრალურ კომიტეტს მიწერეს საძოვრებს გვართმევენო, ვიღაცამ ამ საქმეს ხელი შეუშალა. და როგორც ახლა ირკვევა ამ ხანაგებო წერილიც ეკას არ მიუღია. სადღაც დაიკარგა. ვინ არის დამნაშავე? ცოტ-ცოტა ყველამ დავაშავეთ ამ ხანაგوارჩილ. არა სიმო. ყველა არ შეიძლება დამნაშავე იყოს. შენ კოლმეურნეობის თავმჯდომარე ხარ და ეს კარგად უნდა იცოდე. გამიგონე გიორგი. იქნებ წერილი დაკარგეს სადმე. ვითხარი, ხომ არ ჩამოგახრჩობთ? მე შენ გიცნობ როგორც მოწინავე ადამიანს, საუკეთესო ფერმის გამგეს. შენი კაიკაცობაც გამიგია. ადიდებული იორში ცხვარი გადმოიყვანე. მე რა მოხდა ასეთი? ხომ არავისი გეშინია? მე უკვე გითხარით რომ წერილი საიმედო კაცს გავატანე, მაგრამ თქვენ ჩემი არ გჯერათ. თქვენ არც ის დაიჯერეთ რომ გელაშვილმა ყალბის საბუთი შედგენა მომთხოვა. თქვენ უიმ! ცილს მწამე! შენ უკეთესია მოახსენე კომისიას, რატომ შენ თვითონ არ წაიღე წერილი თბილისში? შენ პარტიის წევრს ბრიგადირ სამხანაგებმა დიდი საქმე დაგავალეს. შენ კი რა გააკეთე? მთელი დღე ცეკვათა მას გადაფერი. არ ვარგა გიორგი. უნდა გითხრა წერილი ვის გაატანე. გუშინ გითხარით ამ ხანაგო მდივანო. მარტო მე ვარ დამნაშავე. მე დამსაჯეთ. მეც ვერაფერს გეტყვით. მაშინ მე გეტყვით. ქალის ბრალია ყველაფერი. ის ქალი ჩემი ყოფილი ცოლია. მე ამაზე უკვე მოგახსენეთ ამ ხანაგო მდივანო. რატომ დამწამა ცილი? რატომ დაბრუნდა გზიდან? ყველაფერი იმ ქალის ბრალია. გიორგი, შენ კი მითხარ ცხენს ნალია მივარდაო. როგორც შანს სამხანაგო ჩოხელო, თქვენი საკითხი ბიუროზე უნდა განვიხილოთ. ამით დავამთავროთ ამ ხანაგება. არა, დაიცადეთ! გიორგი, მართალი კაცია. წყემსების წერილი მე დავმალე. ამ ვაჟბატონმა მიბრძანა გელაშვილმა. თქვენ რა იცით ეს ვინ არის? ამის ამბავი მე მკითხეთ. ოქროს ვარსკვლავი უნდოდა. ამიტომ გადახრა ჩვენ საძოვრები, აბა? პირის შეჰკარით? მე გთხოვთ, პასუხი მოსთხოვოთ ამ ცილის მწამებლებს. მე ამასაც არ დავტოვებ.
ჩემი შეურაცხყოფა ძვირად დაგიჩნდებათ. გამარჯობა გიორგი გამარჯობა ოხრი